ვიმყოფებით ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის პარკთან ძალიან ახლოს, რომელსაც თვალი დაადო თავის დროზე კახაკალაძემ და მისმა კრიმინალურმა ბანდამ. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ მერია და საკრებულო მფარველობენ სამტრედიაში კალათის შტაბის ყოფილ უფროს ავთანდილ თევზაძეს, რომელმაც მილიონობით ლარის შემოსავლის მიღების გეგმას შესწირა ნახალოვკელების ინტერესი. თქვენ უკან ფონად ხედავთ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ზუსტად 1 მეტრის დაშორებით მიადგეს 16 სართულიანი კორპუსი, რომლის მფლობელიც თავდაპირველად იყო ავთანდილ თევზაძე. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით გამოაშკარავდა კრიმინალური დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც ცხადია, რომ ამხანაგობათა კრების ოქმები შედგა უკანონოდ. 2019 წელს ამხანაგობის კრებებზე მოტყუებით მოაწერინეს მოქალაქეებს ხელი, მათ შორის შეტანილია რამდენიმე გარდაცვლილი მოქალაქის, ანუ 4 წლის წინ გარდაცვლილი მოქალაქის ხელმოწერა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება კახაკალაძეს და მის კორუფციულ გუნდს. ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ 2015-16 წლებში და ამ დროს კალაძის პირობებში თურმე 2019 წელს ხელს აწერენ გაყალბებულ ამხანაგობის ოქმებს, რომელიც ხელთ გვაქვს. კახაკალაძე ყველაზე კორუფციონერი მერი დედაქალაქში ჩამოყალიბდა დედაქალაქის მთავარ მტრად, რომელიც ანადგურებს ლახავს ყოველდღიურად თბილისელი მოქალაქეების ინტერესებს და ჩვენს გარშემო აი ამ შენობის მიღმა მარჯვნივაც მარცხნივაც არის ავარიული სახლები, მესამე და მეოთხე კატეგორიის ავარიული სახლები, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ მერიას და ხელისუფლებას, რომელსაც აუცილებლად უნდა აგოს სისხლის სამართლებრივად პასუხი იმ დანაშაულებებზე, რაც ჩადენილი აქვს ადგილობრივი მოქალაქეების წინააღმდეგ. აი ეს არის კალაძის და მისი გაუმაძღარი კლანის ღორობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიმუში, სადაც გააყალბეს მიცვალებულების ხელმოწერების ჩაწერის. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული სამართლებრივ ენაზე და ღორობა ადამიანურ ენაზე, რაც აქ ხდება, იმიტომ რომ ავთანდილ თევზაძეა ერთი ადამიანი, სანტრედიელი, ძირითადად სანტრედიული გაუმაძღარი კლანი ყავს კალაძეს. და ის ხო შტაბის უფროსი 12 წელს და მისცა ბურთი და მოედანი და უთხრა რომ რაც გინდა ხალხს ავარიულ სახლზე დაადგი უშველებელი კორპუსი თუ გინდა და აი ეს ღორობა, ეს მექრთამეობა უნდა დავასრულოთ ზუსტად 4 ოქტომბერს. ამიტომ ვამბობთ რომ ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე და როდესაც თბილისის მერი გახდება აი ეს წესიერი და პატიოსანი კაცი ირაკლი კუპრაძეს შემდეგ ასეთი ღორობები, ასეთი მექთამეობები ჩვენს ქალაქში ნამდვილად აღარ მოხდება და კალაძე თითოეულ ასეთ მავნებლობაზე აგებს პასუხს. რაც სამშენებლო ნარჩენები ცვივა, ყველაფერი ცვივა ჩვენს სახურავზე. ყველაფერი ცვივა იქ გადახურეს რაღაცა გასასვლელში. გასასვლელი არ აქვს, 1 მეტრა არის ჩამოღობილი და გასასვლელიც აღარ არის უკვე. წესრა როცა იყო ვიყავით არქიტექტურის იმაში ცენტრში ვიყავით და მოგწეს იქ დაზღვნა. არ შეეფარდება არანაირი შეკეთება, არანაირი რემონტი, დემონტაჟი. არ ექვემდებარება არაფერს. არაფერს არ ექვემდებარება, პირდაპირ წერია. დაზგვნაში პირდაპირ წერია, უნდა დემონტაჟი. აი მის მერე რამდენი წელი გავიდა. წარმოუდგენელია მართლა. ჩვენ თავს ვარკვევთ რომ მალავ თორე სხვა რა. არა ეს წელი ფილა. ხო. ოღონდ თან შეხე, აი ბოლომდე ნახევარზეა გახლეჩი რა. ისი არა როგორ ჩაკეთა. ჩვენ ძალიან ის შენებლები აქ არ შემოსულა რა, არ უნახავთ. როგორ არა? მუცუბიძის შვილი ისე გაიქცა აქედან, აქ როგორ ცხოვრობ? თუ გეშინია არაფერი არ დაგეცემა მეთქი რამე თქვა. კარებს ვერ ვაღებ. ფანჯრები ყოველთვის დაზიანებულია ჩვენი ფანჯრები. ფიცრები დაფარებული.